ტექ-ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით საჭიროა მიწა ელემენტებისაგან დამზადებული მაგნიტები, როგორიცაა ნეოდიუმის მაგნიტი, რომელიც ჩვეულებრივი ფერიტის, ანუ რკინის მაგნიტზე ბევრად უფრო მძლავრია, ზოგჯერ 15-20-ჯერაც კი. ეს მაგნიტები ამოძრავებენ თითქმის ყველა თანამედროვე მოწყობილობას. საკმარისად ძლიერ მაგნიტებს შეუძლიათ მაგლევის მატარებელი რელსებთან შეხების გარეშე ამოძრავონ, რაც გამორიცხავს ხახუნს და უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას. საკმარისად პატარა მაგნიტები კი საშუალებას გვაძლევენ შევქმნათ მცირე ზომის მძლავრი ტექნიკა, როგორიცაა მაგალითად smartphone. ეს მაგნიტები აუცილებელია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ტექნოლოგიების შესაქმნელადაც. დღეს შეერთებული შტატები ამ იშვიათი მიწა ელემენტების 70%-ს ჩინეთიდან ყიდულობს, რაც მის სტრატეგიულ სისუსტედ ითვლება. ამიტომ 2025 წლის დასაწყისში ამერიკის მთავრობამ $400 მილიონ შეიძინა კომპანია MP Materials-ის 15%-იანი წილი, რათა იშვიათი მეტალების მაგნიტების წარმოების შიდა მიწოდების ჯაჭვი გააძლიეროს. ამ ინიციატივის ფარგლებში კომპანია Apple-მა $500 მილიონი დააბანდა კომპანია MP Materials-ში და აიღო ვალდებულება ამერიკაში წარმოებული იშვიათი მეტალების მაგნიტების შეძენაზე. მაგრამ აშკარაა, რომ ჩინეთი იმდენად წინაა მეტალების მოპოვებისა და დამუშავების ინდუსტრიაში, რომ შეერთებულ შტატებს ან რომელიმე სხვა ქვეყანას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება მსგავსი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.